ბაჰარი. მომისმინე. იმედი არ მაიძულებ ბაჰარსა და ციხეს შორის არჩევანი გავაკეთო. თუ საქმე აქამდე მივა, არც კი ვიცი როგორ მოვიქცევი. სჯობს შენს საშიშ თამაშში არ ჩამითრიო აისუნ. ჩემ გარდა ეს ყველა მიცოდე ფამუქ. რა სულელი ვარ. ეს როგორ დავიჯერე? ძვირფასო ასე ნუ ამბობ. სულელი არ ხარ. ის გააკეთე, რასაც გული კარნახობდა. მოვადრო და ყველა დაისჯება. ვინც ასე გაგამწარა. ყველა დაისჯება. მორჩა ცრემლები მოიწმინდე. ამით შენს დარც ვერ უშველი. ვერ ვიჯერებ იმას, რაც აისუნ ჰანი მაჰარუნ ბეიზე თქვა. შენი მესმის ფამუქ. მართალი ხარ. ვინც ჰარუნ ბეის იცნობდა, ვერც არ მოიდგენდა, რომ ასეთი ადამიანი იყო. მისი ძლიერი მხარე სწორედ ეს იყო. ყველა საიდუმლოს და ბნელ მხარეებს კარგად მალავდა. რა გასაკვირია, რომ მისმა დამხმარემ არ იცოდა მის შესახებ. მისი ეს მხარე მხოლოდ მე დავინახე, ამიტომაც გამოვიარა ბევრი ტანჯვა. მიუხედავად ყველაფრისა, არაფრის მოყოლას არ ვაპირებდი. ამ საიდუმლოს საფლავში წავიღებდი, მაგრამ დღევანდელმა არასასიამოვნო შეხვედრამ იძულებული გამხადა მე თქვა, ბაჰარ, შენთვის ტკივილის მოყენება არ მინდოდა. დამიჯერე ბაჰარ, სხვა გზა არ მქონდა. ეს ყველაფერი უნდა მეთქვა. ვუპასუხე. მიპასუხე თარიქ. გაჩვენებ. სახლიდან გაგდება როგორ უნდა. გამარჯობა საყვარელო. ლეილა. მაბადია რაღაც საქმე მაქვს. ცოტა ხნით გავალ თუ შეიძლება. რა თქმა უნდა, წადი. დროებით, დროებით. მისმინე. ვიცი რომ თავს საშინლად გრძნობ. შენი კარგად მესმის. მაგრამ თუ ამაზე საუბარი გინდა, მე აქ ვარ ბაჰარ. ფამუქი მართალია. თავს საშინლად იტანჯავ. მეშინია მან შერჯამრთელობაზე არ იმოქმედოს. მე წავალ, შენ კი დაისვენე.
ჰაერზე გავა. ძადი. სხვა რა დაგრჩენია? ყველაზე მეტად ის მაწუხებს, რომ ბაჰარი სევდიანი და უბედურია. ახლა რა მოხდება? მეტად ახლა რა სიზამს? რა მოხდება? დემირ, ძმაო. მოდი საყვარელო. მომიყვები რა მოხდა? მოდი დაჯექი და მოგიყვები. არა, ეს შეუძლებელია ფამუქანი. გონულხანი. ამბობ შეუძლებელიაო, მაგრამ საბრალო გოგომ ყველაფერი საკუთარი თვალით ნახა, რაც მოვიდა ტირის. ღმერთო, ყველაფერი თავდაყირა დადგა. არ თქვა. აისუნი და დემირ ბეი ერთმანეთს უკვე დიდი ხანია ხვდებიან. როცა ჰარუნ ბეი დემირს მოკლი დაემუქრა, აისუნ ხანიმა გადაწყვიტა მას ცოლად გაყოლოდა. ჰარუნ ბეის სიკვდილის მერე კი დემირ ბეიმ სამაგიეროს გადახდა გადაწყვიტა. არა ფამუქანი, დემირს დიდი ხანია ვიცნობ. სხვები არ ვიცი, მაგრამ დემირი ასეთ რამეს არ გააკეთებდა. მით უმეტეს შურის ძიების გამო, უდანაშაულო გოგოს გრძნობებზე არ ითამაშებდა. არა ფამუქანი, აქ რაღაც ისი არ არის. გონულხანი ღვთის გულისათვის რას ნიშნავს ისი არ არის? არა ფამუქანი, აი ნახავთ. საბოლოოდ გაირკვევა, რომ ამ ყველაფრის უკან რაღაც იმალება. ჩემი ქუჩაში დატოვება 100 ადვილი გგონია? სულ ყვილად შეცვალე საკეთი. ისევ სახლში ვარ. კაცი არ ვიყო თუ ეს საქციელი არ განანო. არა. როგორც გამაგდე, ისე მიმიღებ. ოჯან. ყოლად ნერვიულობ. მითხარი რა უნდა დამიშავოს? არ ვიცი ხაზან, მაგრამ ყოველი შემთხვევისთვის შენ გვერდით ვიქნები. კარგი. გმადლობ ოჯან. წავიდეთ. ასე იყო. ბაჰარმა მე და აისუნ ხანიმი ხელ-ხელ ჩაკიდებულები დაგვინახა. ვერ ვიჯერებ. ესე იგი ბაჰარია მის გამო გაბრაზებული. ასეა. მაგრამ ეს ყველაფერი აისუნის მიერ დაგეგმილი ბინძური თამაში იყო. შერეფმა ბაჰარი მოიყვანა. აისუნმა ხელი ჩამკიდა, რეაგირება ვერ მოვასწარი და ბაჰარმა დაგვინახა. ახლა რა იქნება? ბაჰარი საშინელ მდგომარეობაში იყო. არ მწყენია, მაგრამ მეც კი მისაყვედურო. არ ვიცი. ამიჯერე არ ვიცი რა იქნება. დაბნეული ვარ. მაგრამ შენ არ მოიწყინო. ეს შენ არ გეხება. ბაჰარი იმ მახეში გაება, რომელიც აისუნმა ჩემ გამო დაუგო. ძმაო, თავის დადანაშაულება არ გაბედო, გასაგებია? მთელი ეს პერიოდი მის დაცვას ცდილობდი. და მან რა მოგვიტანა? ბაჰარს ბძულ ვარ. ხელები შეკრული მაქვს. ყველა კოზირი კი აისუნის ხელში გადავიდა. რა უნდა ვქნათ? ახლა რა იქნება? არ ვიცი, ელფინ. წარმოდგენაც კი არ მაქვს.
ამას შეხედე. იმ იდიოტმა საკეტი გატეხა. ჰაზან, მოდი შევალ და თარიქს მე დაველაპარაკები. არაფერს დამიშავებს. ნუ გეშინია. კარგი, როგორც გინდა. გამარჯობა საყვარელო. ამ სახლიდან წახვალ გასაგებია? ახლავე წახვალ. შენი დანახვა არ მინდა. ერთმანეთს გავშორდებით. კარგი ერთი. ეს არც ისი ადვილია. შეაგროვე შენი ნივთები და ახლავე წადე. საწავიდე. საწახვიდე? უნამუსო. სადაც გინდა იქ წადი. ეს მე არ მახელვებს. ალბათ იმ გოგოსთან წახვალ, ვისაც კოცნიდი. წადი ჩემი სახლიდან. ახლავე წადი. ჰაზან. დადე ჩემოდანი. მოშორდი ჩემი სახლიდან და ჩემი ცხოვრებიდან. კარგი, მაგრამ ჯერ ვნახოთ ამაზე დედა გონული რა სიტყვის. ალო, დედიკო. რაღაცაზე მინდა დალაპარაკება. ბაჰარ ჩვენი ამას წინანდელი საუბარი ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია. მაგრამ შოკირებული მაინც ვარ. ვერ ვიჯერებ იმას, რაც გამოვიარე. ერთი მხრივ დემირი და აისუნი. მეორე მხრივ კი ის ყველაფერი, რაც მამა ჩემზე გავიგე. დაბნეული ვარ. საკუთარ აზრებშიც კი ვერ გავრკვეულ ვარ. მაგრამ იმედია ყველაფერი ისე იქნება, როგორც შენ თქვი. იმედია ამ ყველაფერს დავივიწყებ. თორემ აღარ ვიცი, როგორ გადავიდა. ჭრილობებს მხოლოდ დრო არ აშუშებს. შენც უნდა იბრძოლო, ბაჰარ. დრო წამალია მხოლოდ მათთვის, ვისაც დავიწყება უნდა. მაგრამ შხამია მათთვის, ვინც არ ივიწყებს.
თუ იმის ძალა არ შეგწევს, რომ შეცვალო ის, რაც ტკივილს გაყენებს, უნდა შეცვალო ადგილი, სადაც იმყოფები. ან მუდმივ ტანჯვაში იქნები, ან გზას გააგრძელებ. თუ პირველ გზას აირჩევ, ვერ განიკურნები ბაჰარ. დამიჯერე. ვერ განიკურნები. ასე რომ გადაწყვიტე. გმადლობ, შერეფ. შენთან საუბრები ჩემზე კარგად მოქმედებს. მე ყოველთვის აქ ვარ, ბაჰარ. შენ გვერდით. ხო ვარ დანებდე, კარგი? მე წავალ. კარგი. შერეფ. გმადლობ. ჩემო ლამაზო. შენ რა სიცხე გაქვს? არაფერია, ძმაო, კარგად ვარ. ცოტა სუსტად ვარ. ალბათ გავცივდი. რა მეკითხივა? ძმაო, სერიოზული არაფერია. ჩემზე ნუღელა. ისედაც იმდენი პრობლემა გაქვს. აქ ნიავია. შენ წადი რომ ავად არ გახდა, კარგი? მიდი. შენ რა საპირებ? არ ვიცი საყვარელო. რამეს მოვიფიქრებ. გამოსავალ საუცილებლად ვიპოვი. ნუ ღელა. წადი. სახლში რომ მიხვალ შემატყობინე, კარგი? კარგი. ეს რეილმანი უნიშნულო ნივთები, რომლის დაკარგვას ვერც კი ამჩნევდი. ჩემთვის ფასდაუდებელი საგანძურია, ბაჰარ. ისინი დამეხმარნენ უპასუხო სიყვარულით მონიჭებული ტკივილის განკურნებაში. უშენობით გამოწვეული მარტოობის ტკივილი მომიშუშეს. მაგრამ ახლა ყველაფერი სხვაგვარად იქნება. შერეფ. ბაჰარ?
ეს შენი ოთახია. აქ არ ყოფილვარ. მართალია. არც არ ამეყოფილა. აქაურობას მე თვითონ ვალაგებ. ფამუქს და ხმარებას არ ვთხოვ. ჩემ საქმეს ყოველთვის მევაკეთებ. აშკარა, რომ მოწესრიგებული ადამიანი ხარ. მაბადია, მეგონა გეცალა. მოგაცდინე. არა, სერიოზული არაფერია. მე წავალ. რაუფეი, გამარჯობა, რა გნებავთ? ვინ ხართ? დემირი ვარ, არ გახსოვართ? შენ აისუნის ადვოკატი არ ხარ? ასეა. შეიძლება დავილაპარაკოთ? არა. რაუფეი. გთხოვთ. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. თარიკ, პირდაპირ მითხარი, დაკავებული ვარ. აირისი თქმა მინდა. შენი მომზადებული კერძი მივირთვით. მადლობის სათქმელად გირეკავ, ძალიან გემრიელი იყო. მიხარია, შეგერგოთ შვილო. ხაზანი ორსულად არის. შეგადაშიგ შემოვივლი და რამე გემრიელს მოგიმზადებთ ხოლმე. მადლობ დედიკო, ოქროს ხელები გაქვს. არ ვიცი მადლობა როგორ გადაგიხადო. რას ამბობ? შენ და ხაზანი თუ კარგად იქნებით, ჩემთვის ისიც საკმარისი იქნება. სხვა არაფერი მინდა. თარიკ, თუ სულ ეს იყო, საქმეს მივხედავ, კარგი? გავთიშა. ხაზანი მომიკითხე. მოგითხოვს გადავცემ დედიკო. ნივთები ადგილზე დააწყვე. კარგი? ახმოვანებულია ტელეკომპანია იმედის მიერ.